გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ პატარა გაშლა თუ რას შემოიტანს ახალმთვარეობა თქვენ ცხოვრებაში. რა სასიხარულო შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. არაფრის ჩაფიქრება არ გჭირდებათ, ეს არის გაშლა, როდესაც ახალმთვარეობას და სავსემთვარეობას მიეკუთვნება, როდესაც ადამიანს აიჭირდება არაფრის ჩაფიქრება, უნდა მივედოთ სამყაროს და ვნახოთ რა შეიძლება შემოიტანოს ახალმთვარეობამ ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში. ზოგადად გაშლა მაქვს ჩემი კონკრეტულად ჩემი მაყურებლებისათვის. ვინც მიყურებს თვალყურს მატევნებს და სასიამოვნოა მათთვის ჩემი გაშლები. მიცემა ლაიქებს და მაკომენტარებს. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მათ და მინდა კიდევ შევახსენო, რომ მართლა ძალიან მიყვარხართ. და ეხლა მინდა დავიწყო თუ რა შეიძლება შემოიტანოს ახალმთვარეობამ თქვენ ცხოვრებაში. ფინანსები, მეგობრებო, ფინანსები არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს გაშლაში უფრო მეტად ფიქსირდება ფინანსები. თუმცა ახალმთვარეობაზე მე ძირითადად გადართული ვარ ფინანსებზე, შესაძლებელია ეს მისი ბრალიც იყოს და მე ზოგადად გაშლებს უფრო მეტად შემაყურებელს უძღვნი ახალმთვარეობაზე და სავსემთვარეობაზე, რადგან გადატვირთული დროის გრაფიკი მაქვს და დრო არ მაქვს, ვერ ვახერხებ ხშირად გაშლების ჩაწერას, მაგრამ ვცდილობ ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა არ გამოვტოვა მათ ცხოვრებაში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აქ მინდა გითხრათ, რომ ფიქსირდება თქვენ ცხოვრებაში ფინანსები და ისევ ფინანსები. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თქვენთვის ახალმთვარეობას მოაქვს ცხოვრების მეორე ახალ ეტაპზე გადასვლა. შესაძლებელია ბევრმა დატოვოთ ქვეყანა და წახვიდეთ ემიგრაციაში საცხოვრებლად. ფინანსების გამომუშავების მიზნით და ზოგიერთების შემთხვევაში კი პირიქით ხდება უკვე ემიგრაციიდან შესაძლებელია დაბრუნდეს სამშობლოში, რადგან მან უკვე საკმარისი ფინანსები გამოიმუშავა. ყოველ შემთხვევაში ასე თუ გილოცავთ თქვენ ცხოვრების მეორე წარმატებულ ეტაპზე გადადიხართ. და მესამე ვარიანტი უნდა განვიხილო, ბევრი ცხოვრებაში შემოდის ფინანსების მეფე, ეს არის ადამიანი, რომელიც 2000 აქს უკვე გადაშორებულია, მას ყველაფერი აქვს თავის ცხოვრებაში, უკვე მიღწეული აქვს ყველაფრისთვის, ფინანსებისთვის, ქონებისთვის, არის სტაბილურადი პიროვნება და ეს არის ადამიანი, რომელიც გახდით მატერიალურად უზრუნველყოფილს, რადგან მას უკვე გამომუშავებული აქვს თავისთვის საკმარისი ფინანსები. ადამიანი გადადის ცხოვრების მეორე ეტაპზე მანდილოსთან ერთად და ეს დიდი ალბათობით მის ცხოვრებაში არის მეორე ქორწინება. გილოცავთ, მე გაშლა წავიკითხე სამ ვარიანტად. პირველი, ადამიანი შესაძლებელია მიდიოდეს ემიგრაციაში, ტოვებდეს ქვეყანას, ან შესაძლებელია ქალაქიდან ქალაქში გადადიოდეს, მაგრამ ეს ხდება სამსახურეობრივი თვალსაზრისით. მეორე, შესაძლებელია ადამიანი თავის ქვეყანაში უკვე ბრუნდებოდეს ემიგრაციიდან, რადგან მან უკვე საკმარისი თანხები გამოიმუშავა. ადამიანი საკუთარ თავს თავის იმპერატორათაც კითხვის. და მესამე იყო ბევრის ცხოვრებაში, ბევრი ქალბატონის ცხოვრებაში დაფიქსირდება შემოვა ფინანსებიანი მეფე, ფინანსების მეფე, ეს არის ადამიანი, რომელიც მატერიალურად მდგრადა და მას საკმარისი თანხები აქვს ამისთვის გამომუშავებული და ოჯახთან ერთად გადადის ცხოვრების მეორე ეტაპზე და ეს ოჯახი მისთვის იქნება მეორე ქორწინება. ვისთანაც გულის ტკივილი იყო, კამათი იყო სასიყვარულო სფეროში, მინდა გითხრათ, რომ დამთავრდება და სწრაფად განვითარდება მოვლენები, რაც თქვენთვის ხელსაყრელი და საუკეთესო იქნება. აქ არის ადამიანი გამოკეტილი საკუთარ სივრცეში, მდგრადად და კმაყოფილი თავისი სტაბილურობით.
თავის მიღწევებით ადამიანს შესაძლებელია ბევრჯერ თავის დაცვაც კი მიუღწია იმისთვის, რომ წარმატებებისთვის მიეღწია და იმისათვის, რომ იმ მდგომარეობამდე მისულიყო, რა მდგომარეობაშიც დღეს არის. აქ ადამიანი ასტაბილურებს თავის ცხოვრებას, ადამიანმა ბევრი შრომით, ბევრი წარმატებით, ბევრი ფიქრისა და ბრძოლის ეტაპზე თავდაცვის ეტაპიც კი შესაძლებელია, ძალიან ხშირად გამოიარა და ძალიან ხშირად მოუხდა საკუთარი თავის დაცვა მუშაობის დროს, მაგრამ ადამიანმა უკვე გამოიმუშავა ყველაფერი, ადამიანმა მიაღწია ყველაფერს. აქ არის ადამიანი, რომელიც უკვე მდგრადია, ძლიერია და კმაყოფილია თავისი წარსულით, თავისი წარსულით და იმ ცხოვრებით თუ რაც გამოიარა და როგორც მოვიდა დღემდე, ანუ ძალიან უფრო მეტ 75%-ში ფიქსირდება ფინანსების მეფე, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში და იწყებს ცხოვრებას ხელთავიდან ცხოვრებას ქორწინების მეორე ეტაპზე, ანუ ადამიანი შედის ქორწინებაში და ეს ნისთვის იქნება მეორე ქორწინება. და ვნახოთ კიდევ რას გვთავაზობთ, აი ეს ბევრისთვის, ზოგიერთი მაყურებლისთვის ვნახოთ კიდევ რას გვთავაზობს. აქ ისევ იმპერატორია აქ არის ჩემი მაყურებლებიდან ძალიან ბევრი ფიქსირდება ადამიანი, კმაყოფილი ადამიანი, თავის იმპერატორი, თავის ქონების იმპერატორი, საკუთარი თავის იმპერატორი ადამიანი, თავის ცხოვრებით კმაყოფილი და თავის წარსული გამოვლილი გზებით კმაყოფილი. და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ცხოვრებაში თუ შემოდიოდა იმ პირველი დასწით ფინანსების მეფე, მეორე დასტა გიგთავაზობთ თასების მეფე. ეს არის სასიყვარულო თემა, სასიყვარულო ურთიერთობა. ანუ აქ არის იქ თუ ფინანსების მეფე იყო და გამომუშავებული ქონდა ადამიანს ბევრი ფინანსები, აქ თასების მეფეა, თასების მეფეში ადამიანი შეყვარებულია და ისიც ემზადება ცხოვრების მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ოღონდ მეგობრებო, არ მიიღოთ, რომ ეს ფინანსების მეფე და თასების მეფე ორივე თქვენ ცხოვრებაში შემოვა. არა, აქ რადგან მაყურებელი 1 და 2 არ არის და მაყურებელი ბევრია, ამიტომ სხვადასხვა დასტებს ვკითხულობ. ზოგთან დაფიქსირდება ფინანსების მეფე და ზოგთან დაფიქსირდება თასების მეფე. თასების მეფე ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ. ეს არის ემოციური მამაკაცი, რომელსაც შესაძლებელია ადვილად ეწყინოს რამე ურთიერთობაში, მას სჭირდება გაფრთხილება. ისიც ისეთივე როგორც თვითონ ტკივა მარტივად ცდილობს არ ატკინოს ადამიანებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასიყვარულო თემაში მეგობრული ურთიერთობა. მაშინაც კი, როცა თემას სიყვარულს ეხება, ის უნდა გრძნობდეს სასიყვარულო ეტაპზედაც კი თავს უნდა გრძნობდეს მეგობრულ კავშირში. აქ თუ თასების მეფესთან თქვენ სასიყვარულო სფეროში რამე იყო შეჩერებული, მინდა გითხრა, რომ თასების მეფე უკვე მზად არის დაძრას თავის საკუთარი ეტლი და ცხოვრება გადაიყვანოს მეორე ეტაპზე. ის არის მოლოდინში და ის არის თქვენს მოლოდინში, მეგობრებო. ამ ადამიანმა შესაძლებელია ძალიან ბევრი იფიქრა თქვენზე, მაგრამ ფიქრს და დროის დაკარგვას აღარ აპირებს. ის შემოდის თქვენ ცხოვრებაში, მან ძალიან ბევრი იფიქრა ამ სიყვარულისთვის, შესაძლებელია ჩადვა ფინანსები, შესაძლებელია ჩადვა ბევრი ენერგია, იმისთვის რომ განვითარებულიყო და სასიყვარულო სფერო წინა ეტაპზე გადაეწია და თუ ასია, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს გამოვიდა კიდევაც და რაშიდაც ენერგიები ჩადვა მოსავალს ელოდება.
ანუ მისი გადადგმული ნაბიჯები ამართლებს, ის თავს გამარჯვებულად იგრძნობს, ის მალე გამოვა სტრესიდან, შესაძლებელია სტრესში იმყოფებოდა იმისთვის, თუ როგორ რა ფინანსებით მოეზიდა თქვენი სიყვარული, ან რა ენერგიები ჩაედვა იმისთვის, რომ თქვენთვის სიყვარული დაენახა და ამ ეს სასიყვარულო თემა მეორე ეტაპზე დაეზარდა, მაგრამ რა ენერგიებით ჩადო ფინანსები თუ ემოციური სიყვარული, არ ვიცი, ადამიანს გამოუდის და ადამიანი უკვე გამოდის სტრესიდან, ამ ადამიანს შემუშავებული აქვს ყველაფერი, შემუშავებული კი არა, შესაძლებელია ითქვას უკვე განხორციელებულიც და ადამიანი გადადის ცხოვრების მეორე ეტაპზე, ადამიანი მოლოდინშია, ადამიანი იმ ყველაფრის მოლოდინშია, რაშიდაც ჩარდვა ენერგიები, აი სწორედ იმის განვითარების მოლოდინშია და ეს მისი ჩადებული ენერგიები ამ შემთხვევაში გეკუთვნით თქვენ მანდილოსნებს, რადგან ამ ადამიანმა თქვენში ჩადვა ენერგიები თქვენთან სიყვარულის განვითარებაში. მას ძალიან უყვარხართ და მისი იმპერატრიცა ხართ. თქვენ ხართ ადამიანის იმპერატრიცა, ის კი თვითონ თავს თასების მეფედ თვლის, ადამიანს ძალიან უყვარხართ, ადამიანი გაფასებთ, ადამიანი გაღმერთებთ, ადამიანისთვის შესაძლებელია ითქვას ყველაფერი ხართ, ის გიყურებთ როგორც ოჯახის ქალღმერთს. ძლიერი მანდილოსანი ხართ მისთვის, როგორც ფინანსებით, ასევე სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენ ვთვლით ადამიანი, რომელიც არის მსრუნველი, იცის ოჯახის წევრების ფასი და ზრუნავს ყველაზე. ამიტომ ხართ მისთვის იმპერატრიცა, თქვენში ხედავს იმ ყოველივე საუკეთესოს, რაც კი უნდა იდვას ქალში. კი, ამ ადამიანიდან მიდის სტრესი, მას უკვე ჩადებული აქვს ენერგიები ამ სასიყვარულო სფეროს განვითარებაში და მალე განვითარდება ენერგიები. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი უკვე თქვენ გელოდებათ, მეგობრებო, თქვენ გელოდებათ, ის სრულყოფაშია. და ნახოთ რა შემოგთავაზებს მესამე დასდა. დასდებს კითხულობ, მაგრამ სიტუაცია თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენ თავებს, მეგობრებო, ვისთან არის ფინანსურად ძლიერი მამაკაცი და ვისთან არის უფრო თასების მეფე, ანუ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ. ჩემი მაყურებლის სადღაც 15%-თან იქნება თასების მეფე და 15%-თან ფინანსების მეფე. ეხლა თქვენ გულში ჩაიხედეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით ვისთან არის სასიყვარულო ურთიერთობები და ვისთან ფინანსური ურთიერთობები არის უფრო წინა პლანზე გადასული. და სხვა 15%-ისთვის ვკითხულობ, რომ აქ სამკუთხედია ურთიერთობა გაყინულია, ვიღაცას გული ატკინეს და ამ გულის ტკივილი სამკუთხედის თემაა. თუ ვინმე ორი ადამიანის ურთიერთობას ხელს უშლიდა, მინდა გითხრათ, რომ წავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ცხოვრებაში ამოვამზე. შესაძლებელია აქ იყო პირველი ქორწინებიდან დარჩენილი მანდილოსანი, რომელიც მეორე ქორწინებაში ხელს უშლიდა მამაკაცს, მაგრამ თუ ასე იყო, მინდა გითხრა, რომ ეს მანდილოსანი მალე წავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ვეღარ შეგიშლით ხელს, თქვენ იქნებით უფრო გაძლიერებული ენერგიებით, რადგან თქვენ ცხოვრებაში ამოდის მზე. ხოლო თუ ვინმეს ცხოვრებაში, ორი ადამიანის ცხოვრებაში ვიღაც მესამე პირი ერთვებოდა, ეგრეთ წოდებული
საყვარელი ყავდა მამაკაც არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს. თუ ასეთი პრობლემები იყო თქვენ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, მესამე პირი გავალ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც სახელად საყვარლის როლი ჰქონდა, გავა თქვენი ცხოვრებიდან და თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება, კი არ დასტაბილურდება, არამედ ამოდის მზე თქვენ ცხოვრებაში წავა ხელის შემშლელი ფაქტორი. ერთი სიტყვით მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო, აქ საყვარელი იყო და ყავდა მამაკაც და ქორწინებაში მდგარ ორ პირს ხელს უშლიდა ეს ყველაფერი. თუ უბრალოდ შესაძლებელია ორი წყვილის ურთიერთობას ხელს უშლიდა დედა, ოჯახის წევრები, ნათესავები, ჭორიკანა ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს. აი, ორი ადამიანის ურთიერთობას უშლიდა ვიღაც მესამე პირი ხელს. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს მესამე პირი, რა სტატუსის მქონეც არ უნდა ყოფილიყოს, თქვენი ცხოვრებიდან მიდის და თქვენ ცხოვრებაში ამოდის მზე. უფრო ბევრი შემთხვევაში აქ ფიქსირდება საყვარელის მამაკაც, რომელსაც ყავდა საყვარელი და შესაძლებელია ოჯახი იყო დანგრევის პირზე მისული. თუ ასე იყო, მე თქვენ გილოცავთ, ეს მესამე პირი ძალიან მალე ჩამოშორდება თქვენს ურთიერთობას და თქვენ იქნებით გამარჯვებულ სფეროში. თქვენ ადამიანს, რომელსაც სახელად ჰქვიათ ცოლი და გაქვთ მეუღლის როლი. აი, თქვენ ხართ გამარჯვებული და სწორედ თქვენთან რჩება თქვენი მამაკაცი. აქ შესაძლებელია ადამიანი მესამე პირის ჩამოსაშორებლად და მესამე პირების ჩამოსაშორებლად ძალიან ბევრს ლოცულობდა, ან შესაძლებელია მე აქ მაგიურ ძალებსაც მიმართავდა. აქ არის ქალი, რომელიც კავშირშია მაღალ ძალებთან, შესაძლებელია აქ იყოს მაგიური სიძლიერეც. ქალი უკვე მანდილოსან იმ დონეზე იყო მისული, რომ ყველაფერს მიმართავდა მესამე პირის ჩამოსაშორებლად, ან მესამე პირების ჩამოსაშორებლად, ვინც მათ ცხოვრებას ხელს უშლიდა და მე თქვენ გილოცავთ, თქვენ გამარჯვებული ხართ, ეს ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან. ეს ადამიანი თუ უკვე წასული არის თქვენ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე წავა და ძალიან მალე ჩამოშორდებათ ხელის შემშლელი პირები, რადგან მათ ცხოვრებაში ცუდი ენერგიები ფიქსირდება. მათ წასვლაც რომ არ უნდათ, მათ ცხოვრებაში დაფიქსირდება რაღაც ისეთი, მოხდება, რაც იძულებულს გახდეს, რომ წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. აქ არის მეტოქე, სადაც ორი ადამიანი შესაძლებელია კამათობდა, კიდევაც იყო გაურკვეველ მდგომარეობაში ერთი და იგივე პირის გამო, მაგრამ ის, ვინც ზედმეტი იყო ამ ურთიერთობაში და თქვენ თვითონ შეიხედეთ საკუთარ გულებში და მიხვდებით, რომელი იყავით ზედმეტი, ის, ვინც ზედმეტი იყო ამ ურთიერთობაში და იყო ხელის შემშლელი, სწორედ ის მიდის ურთიერთობიდან. ესეც მესამე 15% და გადავედი მეოთხე 15%-ზე. რა დაფიქსირდება ჩემი მაყურებლების ცხოვრებაში? რა შემოდის? მუშაობა, ვიღაც ეძებს გზებს, ვიღაცას ერთი სამსახური შესაძლებელია არ კმაყოფილებდეს და ეძებდეს მეორეს. აქ არის ბედის ბორბალი, აქ არის ადამიანები, რომლებიც თვითონ დაატრიალებენ თავის ბედის ბორბალს, თავის ხელშია თავის ბედის ბორბალი და მათზეა დამოკიდებული, როგორ დაატრიალებენ ამ ბედის ბორბალს. შესაძლებელია ბედის ბორბალი დაატრიალოთ უკუმად და დაატრიალოთ წაღმაც.
ანუ შესაძლებელია თქვენი საკუთარი ბედის ბორბალი დაატრიალოთ შავი მხარით და დაატრიალოთ თეთრი მხარით. თქვენ სეთ დამოკიდებული, მაგრამ თუ თქვენ ამას სწორი მიმართულებით დაატრიალებთ თქვენ ბედის ბორბალს, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის იმპერატორი, თქვენ ცხოვრებაში შემოდის იმპერატორი და თქვენ თვითონ ხართ ფინანსების დედოფალი. მართალია, თქვენ ცხოვრებაში შემოდის იმპერატორი მამაკაცი, მაგრამ არანაკლები ხართ თქვენ ამ იმპერატორზე, თქვენ ხართ მანდილოსანი, უკვე კმაყოფილი, თქვენი გამომუშავებული ფინანსებით მდგრად ენერგიებში და კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, თქვენი განვლილი ცხოვრებით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ყოფი ფინანსების დედოფალი და იმპერატორი ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს. აქ არის ორი მშვენიერესი წყვილი, რომელიც ჰარმონიულ მდგომარეობაში იქნება ერთმანეთთან. თქვენით შეიქმნება ბედნიერი ოჯახი. ბედნიერი ოჯახი შესაძლებელია ახლა ბევრს ოცნებობდეს ქალბატონი, ან კიდევ შესაძლებელია მამაკაციც ამ ბედნიერ ოჯახზე, მაგრამ სწორედ ის ოჯახი, რომელ ოჯახის შექმნასაც თქვენ ახლა ოცნებობთ, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს ოჯახი შეიქმნება თქვენ ორი წყვილით. აქ მანდილოსანი იმპერატორს ელოდება. შესაძლებელია ახლა იმპერატორს გაცილებდეთ მანძილზე იყოს გასული თქვენი იმპერატორი და თუ ეს ასია და ადამიანი მანძილზეა გასული და გაშორებთ მანძილი, მინდა გითხრათ, რომ იმპერატორი მალე დაბრუნდება. ეს საკნები შესაძლებელია, ასედაც წავიკითხოთ მეგობრებო, რომ შესაძლებელია აქ მამაკაცი იყოს ფინანსების საშუალებას გასული და ეხლა მანდილოსანი ელოდებოდეს სახლში, ელოდებოდეს თავის ოჯახის ფინანსების დედოფალი. და თუ ფინანსების დედოფალი ელოდება სახლში, მინდა გითხრათ, რომ თქვენი იმპერატორი ძალიან მალე დაბრუნდება. ქალბატონმა ეს უკვე იცის და მოლოდინშიდაც არის. მამაკაცის დაბრუნების შემდეგ კი თქვენ გვექნებათ ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობა. შესაძლებელია ორ ადამიანს მონატრებული ჰყავდეს ერთმანეთის სამუშაო გადაადგილების გამო და თუ ასია, მინდა გითხრათ, რომ მალე ბედნიერი იქნებით, რადგან შევხვდებით თქვენს იმპერატორს. შესაძლებელია იმპერატორი წასული იყოს ფინანსების გამო სამუშაოებლად, მაგრამ საახალწლოდ ის დაგიბრუნდებათ. აქ ბედნიერი ოჯახია, ძლიერი ქალია, ძლიერი ქალი ოჯახში, რომელი მანდილოსანის ოჯახში ზის და თავის იმპერატორს ელოდება და იმპერატორი უკვე გზაშია. იმპერატორი, მინდა გითხრათ, რომ იმპერატორი კი არ მოდის, იმპერატორი მოქრის მეგობრებო. მოქრის და ძალიან მალე თქვენთან ერთად იქნება და თქვენ მხიარულება გელოდებათ იმპერატორთან ერთად. თქვენ ცხოვრებაში ამოდის მზე, ძალიან მონატრებული ხალხ, ძალიან გენატრება თქვენი იმპერატორი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ ენატრებით მასაც. შესაძლებელია ითქვას, იმპერატორსაც ეხლა ზუსტად ისე ენატრებით, როგორც თქვენ გენატრებათ თქვენი იმპერატორი. თქვენ ცხოვრებაში ამოვა სულ მალე მზე და თქვენი ოჯახი იქნება ბედნიერი და ერთად შეხვდებით ახალ წელს და ახალ წელს მთელი ოჯახი შვილებთან ერთად იქნებით ბედნიერები. რადგან იმპერატორი მოქრის მეგობრებო, არ მოდის, არამედ მოქრის თქვენთან შესახვედრად. ეს საახალწლო მოლოდინია, ახალი წლისთვის იმპერატორი თქვენთან იქნებით და მთელი ოჯახი იზეიმებთ ახალ წელს ერთად. ნახოთ დანარჩენ 15%-თან რა დაფიქსირდება და რა შეიძლება მოუტანოს ახალმთვარეობამ.
აქ სიყვარულია მეგობრებო, აქაც სიყვარულია, მაგრამ ნახეთ აქ როგორი სიყვარულია. აქ ვიღაცასთან სიყვარული მოკვდა, სიყვარული დაასრულა, სიყვარული დაამთავრდა, ძველი წარსული ჩაბარდა და შემოდის ახალი მამაკაცი თქვენ ცხოვრებაში, მამაკაცი, რომელიც გაკვირდებათ. და მინდა გითხრათ მეგობრებო, მამაკაცი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოდის, უბრალოდ კი შემოდის, ძალიან უყვარხართ ამ ადამიანს, უყვარხართ, მაგრამ თქვენ შესაძლებელია არ იცოდეთ, ადამიანი გითვალთვალებთ, ადამიანს არ ეპარება თქვენი არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის იმ ადამიანებთან, რომელთანაც სიყვარული უკვე მოკვდა, დაასრულდა და ახალი, სრულიად ახალი მამაკაცი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მამაკაცი უყვარხართ, ძალიან მალე გამოგიტყდებათ სიყვარულში. ეს მამაკაცი არ არის უბრალო მამაკაცი, ეს მამაკაცი არის ფინანსურად მდგრადი მეგობრებო. ფინანსურად მდგრადი კი არა, შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანი არის სიმდიდრის ზღვარზე, ადამიანს აქვს თავის საკუთარი სახლი კი არა, შესაძლებელია ითქვას კოშკი. ადამიანმა შეიძლება ეს სიმდიდრე ლატარიაშიც კი მოიგო. არ ვიცი, რო თქვა, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი იმუშავა და ბევრი მუშაობით მოაგროვა ამდენი ქონება, არა, აქ ეს არ ფიქსირდება. ადამიანი არის მდიდარი, ადამიანს აქვს ძლიერი ზურგი, ადამიანს აქვს ძლიერი ზურგი და შესაძლებელია ეს მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან იყოს ძლიერი ასეთი ძლიერი ადამიანი, ფინანსურად ძლიერი ადამიანი, არა ფინანსურად, არამედ ქონებით. ყოველ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ადამიანმა ქონება როგორ მოაგროვა. მთავარია, რომ ადამიანი თქვენ ცხოვრებაში შემოდის, ადამიანს უყვარხართ, ადამიანი გიწვდით დახმარების ხელს. ეს ქონება კი მის ცხოვრებაში ბევრთან მემკვიდრეობით იქნება მიღებული და ბევრთან შესაძლებელია ლატარიის სახით რაღაც მოიგო, რითაც შესაძლებელია ქონება დააგროვა. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მისი წვალებით გამომუშავებული ქონება. არა მეგობრებო. ეს არის ქონება, რომელსაც ყველა ადამიანი ინარჩუნებს. ან ლატარიაში მოგებული, უთხრათ გამდიდრებული ადამიანი, ან კიდევ მემკვიდრეობით გადასული და დაგროვებული ქონება. ადამიანი არის ძალიან ძლიერ თქვენ გაგილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ, თქვენ ხართ ამ ოჯახის მეპატრონე, თქვენ ხართ ამ მამაკაცის მადლოსანი მეუღლე. აქ ადამიანის მალე გაიცნო, თუ ეს მამაკაცი ჯერ თქვენ ცხოვრებაში არ არის ასეთი მამაკაცი შემოსული, მინდა გითხრათ, ძალიან მალე შემოვა, შემოგთავაზებთ ხელს, გთხოვთ ხელს და შემოგთავაზებთ ცოლებას, თქვენ გახდებით ამ მამაკაცის მეუღლე და თქვენ ხართ მისი სასახლის დედოფალი. ადამიანი გზაშია მეგობრებო. ადამიანი მოდის თქვენთან, ადამიანი ან მოდის თქვენთან, ან არ ვიცი, ძალიან მალე გაიცნობთ. შესაძლებელია ზოგი უკვე იცნობთ ამ ადამიანს, მაგრამ უბრალოდ არ იცოდეთ, რომ უყვარხართ, თვალყურს გადევნეთ. ადამიანი გზაშია, ადამიანი წამოსულია თქვენთან, ადამიანი ძალიან მალე გთხოვთ ხელს, ძალიან და ხელს გთხოვთ, უკვე სადედოფლო კაბაც კი გაცვიათ მასანათა წარმოვიდგინეთ. ეს ქორწინება თქვენია, ეს სასახლე თქვენია, თქვენ ხართ ამ სასახლის დედოფალი. ჩათვალეთ, რომ ამ მამაკაცმა კი არ მოიგოლა ლატარიით რამე და ეს მამაკაცი კი არ გამდიდა და ჩათვალეთ, რომ თქვენ გაგიმართლათ მეგობრებო, ეს მამაკაცია თვითონ თქვენი ლატარია. ჩათვალეთ, რომ ეს მამაკაცი მოიგეთ ლატარიაში, რადგან ეს მამაკაცი არის ყველაფერი თქვენ. და იქნება თქვენთვის ყველაფერი. მეტი რაღა უნდა გითხრათ, ადამიანი გაკვირდებათ, ადამიანი გზაშია და წამოსულია თქვენთან შესახვედრად. ხართ ადამიანის, თქვენ გახდებით ადამიანის ქონების იმპერატრიცა, მისის საკარის მანდილოსანი, ერთადერთი მანდილოსანი. გილოცავთ.
და დანარჩენი 15 თუ 25% რაც დაგვრჩა, აქეთ წავიკითხავ ახლა არკნებს და ეს იქნება სულ ჩემგან თქვენთვის გადმოცემული ახალ მთვარეობა, თუ რამე შეიძლება შემოიტანოს ახალ მთვარეობამ თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მე დავამუშავე 1 2 3 4 დასტა, რატო 1 2 3 4 5 დასტა და ვკითხულობ მე-6 დასტას. ო, 25% გაჩა. და ამ ბოლო დასტას მე გავშლით ჩემი დარჩენილი 25%-ისთვის. მაყურებლის 25%-ისთვის. და რას თავაზობთ აბა? ახალ მთვარეობამ რა შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში? სეირნობა ბუნებაში სეირნობა, პარკებში სეირნობა, აქ არის ცოტა გაღიზიანებული მანდილოსანი. რამ გააღიზიანა მანდილოსანი? მინდა გითხრათ, რომ მანდილოსანი გაღიზიანებულია მეგობრისგან. რატო გაღიზიანდა მეგობრისგან მანდილოსანი? ანუ შესაძლებელია მას ადამიანი პარტნიორ ურთიერთობაში ვერ უთმობდეს სით დროს, ადამიანი იყოს გაღიზიანებული, რათა შესაძლებელია პარტნიორი უფრო მეტ დროს ატარებდეს გარეთ, თუნდაც სამუშაო ვალდებულებების გამო, ვერ უთმობს დიდ დროს მანდილოსანი არის გაღიზიანებული და თუ ასეა, მინდა გითხრათ, რომ აქ ძალიან მალე დასტაბილურდება ურთიერთობა, მამაკაცი იმუშავებს ურთიერთობის დასასტაბილურებლად და მამაკაცი ამ მდგომარეობას მოაგვარეს და ამ მდგომარეობის მოსაგვარებლად მამაკაცის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება სამოგზაუროდ წასვლა. მანდილოსანი მიიღავს სამოგზაუროდ, რაც მოგიტანთ დასტაბილურებას, მეგობრებო, მდგომარეობის დასტაბილურებას. აი, მამაკაცი გელოდებათ თაიგულით ხელში, და მამაკაცთან ერთად წახვალთ სამოგზაუროდ, რათა მოგზაურობის დროს უფრო დააწყოთ თქვენი გეგმები, გადალახოთ სტრესი და შესაძლებელია ერთად იფიქროთ მომავალ გეგმებზე, დააწყოთ მომავალი გეგმები, თუ რა გინდათ მომავალში, რა გაკლიათ ერთი მეორისგან, რას ვერ აძლევთ და უსტაბილურებთ ერთმანეთს. და ეს მოგზაურობა თქვენ ურთიერთობას წაწევს წინ. აქ ფრთხილად უნდა იყოთ, შესაძლებელია თქვენ ურთიერთობას ყავდეს ძალიან ბევრი მოშურნე, აქ არის ვირთხები, რომლებიც თქვენი ულუფიდან რაღაცის ჭამას ცდილობენ. ისინი ცდილობენ რაღაც წაიღონ თქვენიდან, რაღაც სარგებელი დარჩეთ. მოერიდეთ ცუდ ხალხს. ეს არის ტარმული თქვენ ცხოვრებაში, ამ ურთიერთობას ყავს ბევრი მოშურნე და შესაძლებელია ახლა თუ თქვენ ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერ არის და ქალბატონი ცოტა გაღიზიანებულია, აქ შესაძლებელია ჭორების ბრალიც იყოს, საჭრებისგან იყოს გამოწვეული, მოერიდეთ ცუდ ხალხს, მტრებს და მომავალში თქვენთან არის, აქ არ არის ცოლ-ქმართან, არ არის მეგობრებო ლაპარაკი, ცოლ-ქმარზე არ არის მეგობარი, აქ არის 2 წყვილზე 2 წყვილი, რომელიც ჯერ დაქორწინებული არ არის ერთმანეთთან. და შეიძლება ქალბატონი გაღიზიანებული იყოს იმის გამო, რომ მამაკაცი ვერ უთმობს დიდ დროს და მინდა გითხრათ, თქვენ წახვალთ სამოგზაუროდ, რომელი მოგზაურობას თქვენ მოგაშორებთ სტრესს და ერთად დაგეგმავთ ძალიან ბევრ რამეს და თქვენ ცხოვრებაში ასევე არის რაღაც დახურული ინფორმაცია, მაგრამ მე ამ დახურულ ინფორმაციას გაგიხსნით ახლა და წინასწარ გეტყვით, მოგზაურობის შემდეგ აქ იქნება საუბარი ქორწინებაზე, აქ იქნება
საუბარი ქორწინებაზე, აქ არის საქორწინო ბეჭედი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნიშნობის ბეჭედი. ნიშნობის ბეჭედი და შესაძლებელია მალე მამაკაცმა შემოგთავაზოთ ხელი. თუმცა ეს ინფორმაცია დახურულია, ჯერ არ გიმხელენ, მაგრამ მე გეუბნებით და მე გაწვდით ინფორმაციას, მე გიხსნით ამ ინფორმაციას და გეუბნებით. მოგზაურობის შემდეგ მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში ბეჭედი. აქ არის ასევე 4 ყურა ნიშანია ფუფუნების, ქონების. თუ თქვენ ცხოვრებაში რამე პრობლემა იყო ჯანმრთელობიდან დაწყებული ფინანსების ჩათვლით, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება თქვენ ცხოვრებაში. კი არ დასტაბილურდება თქვენ ცხოვრებაში, შემოვა ძალიან ბევრი ფინანსები. თუ თავს ცუდად გრძნობდით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ჯანმრთელობა. თუ ფინანსების ნაკლებობას გრძნობდით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან ბევრი ფინანსები. რის სინაკლოვესაც გრძნობდით ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო. აი ეს შემოდის სწორედ, აი ეს თემა გაძლიერდება თქვენ ცხოვრებაში და რა თემასთან დაკავშირებით გრძნობდით ნაკლოვანებას, რის ნაკლოვანებასაც გრძნობდით, სწორედ ის შემოვა დიდი რაოდენობით სიუხვით თქვენ ცხოვრებაში. მე კი მინდა შეგახსენოთ, რომ წახვათ მოგზაურობაში სტრესის გადასაგდებად. სტრესის გადაგდების შემდეგ თქვენთან შემოვა საქორწინო ბეჭედი, შემოვა დიდი ფინანსები და მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ თქვენ ურთიერთობას ჰყავს ძალიან ბევრი მტრები, ისინი ცდილობენ რაღაც წაგართონ, რაღაც მოჰყარონ, უფრთხილდით ჭორიკან ახალხს და უფრთხილდით მტრებს, ასევე უფრთხილდით არაფერი დაგეკარგოთ, რადგან ვირთხები მიანიშნებს ასევე დიდ დანაკარგს. მე კი ახლა ამით დაგმშვიდობებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში.